ერეკლე მეორე, კახეთის მეფე 1744-1762 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წლებში, თეიმურაზ მეორისა და ვახტანგ მეექვსის ასულის, თამარ დედოფლის შვილი, დაიბადა 1720 წლის 7 ნოემბერს. საქართველოს ისტორიაში მე-18 საუკუნე, მიუხედავად იმისა, რომ ამ საუკუნეში ბევრი ცნობილი ადამიანი მოღვაწეობდა, მაინც უპირველესად მეფე ერეკლე მეორის სახელთან ასოცირდება. მართალია, ერეკლე არ ყოფილა ერთიანი საქართველოს მეფე, იმხანად ასეთი სახელმწიფო არ არსებულა, იგი საქართველოს ერთი ნაწილის ქართლ-კახეთის მეფე იყო, მაგრამ ის არის როგორც სრულიად საქართველოს წინამძღოლი, ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა დამარბეველი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უსარდლა ჯარს. ერეკლე მეორე პატარაობიდან იზრდებოდა ფშავში, ის რა თქმა უნდა ალბათ ისეთი ძლიერი ფიზიკური მონაცემების იყო თავიდანვე და იქ თავისუფალ ბუნებაში კიდევ უფრო განვითარდა ეს მისი სისწრაფე, გონება, ბრძოლის უნარიანობა. 15 წლის უკვე კახელების რაზმს უდგება სათავეში და ლეკებს ებრძვის, პირველი თვითონ გადის ბრძოლაში. არის მონაცემები, რომ კახელები ეხვეწებიან ერთი შვილი ხარ, ჩვენი მეფის და თავი დაზოგე, მაგრამ ის არა, პირველი შევარდება, შეებრძოლება მათ მოწინავე სარდლებს და უკვე 15 წლისამ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა კახელებში, უკვე შერათ მისი ხალხს. თუმცა, ახლა ამბობ პატარა კახი ალბათ მასში შეარქვეს, თუმცა ფიზიკურად ის ძალიან პატარა ალბათ არ იყო, როგორც ირკვევა ალბათ დაახლოებით საშუალო ტანი 178 სანტიმეტრამდე სიმაღლის ალბათ ჩემი აზრით, ამაზე აი აბჯარიც მიუთითებს ვისი როგორც ამბობენ ვინც ნახა ეს აბჯარი და აი ესე ახასიათებს პაპუნა ორბელიანი. თქვენმა მზემა შემოვიდა მეფე თბილის, ერთი უკეთესი სანახავი თვალით აღარ ინახებოდა, წითელ ტაიჩს აიჯდა, მირფალავნად გამოიყურებოდა. აი ესეთი პიროვნება, რომელიც ყურადღებას აქცევდა კარიგნულ ხარეს, შინაგანს, თავის სულიერებას მართლმადიდებლობიდან გამომდინარე, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქართველებში. 1727-1729 წლებში იმყოფებოდა ნადირ-შაჰის კარზე და მონაწილეობა მიიღო ინდოეთის ლაშქრობაში. საერთოდ საქართველოში ტრადიციულად მხედართმთავრების აღზრდის კარგი სკოლა არსებობდა, სამხედრო სკოლა. ჩვენი ისტორია ისე წარიმართა, რომ მეფე ამავე დროს, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ჯარს ედგა სათავეში და მას ბავშვობიდან ზრდიდნენ არა მარტო როგორც მეფეს, როგორც პოლიტიკოს, არამედ როგორც მხედართმთავარს. საქართველოში დიდი ტრადიცია იყო აი ასეთი განათლების მიღებისა, ქართული სამხედრო სკოლა, მხედართმთავრული სკოლა ტრადიციულად საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა, შეიძლება ყველაფერი დაწერილი და წიგნებში თავმოყრილი არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზეპირი ტრადიცია ინარჩუნებდა ყოველივე კარგს, რაც წინა ეპოქებიდან შემორჩა. ერეკლე მეორე ყველაფერს ამას იცნობდა უკვე ბავშვობის წლებიდან. გარდა ქართული მხედართმთავრული სკოლის ტრადიციებისა, გამოცდილებისა, დაგროვილი ცოდნისა, ერეკლე ეზიარა მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყაროში დაგროვილ ცოდნას, როგორც მხედართმთავარი და კონკრეტულად ირანში ამ თვალსაზრისით დაგროვილ ცოდნას. მოგეხსენებათ, რომ ერეკლე სრულიად ახალგაზრდა ირანის შაჰის ნადირის კარზე იმყოფებოდა. ნადირი იყო ცნობილი მთავარსარდალი, მას უამრავი ბრძოლა აქვს ბრწყინვალედ მოგებული და სხვათა შორის არ არის ცხოვრი უპირატესობით, არამედ თავისი ნიჭით და ცოდნის წყალობით და ნადირ შაჰისაგან ერეკლე ძალიან ბევრ რაიმეს ისწავლიდა. 1754 წელს თეიმურაზ მეორე ქართლის მეფე გახდა, ხოლო ერეკლე მეორე კახეთისა. 1757 წელს თეიმურაზ მეორე ირანში წავიდა.
წასვლის წინ მან ქართლი ერეკლესა და აბდულაბეგს იესეს ძეს ჩააბარა. საქმე იმაშია, რომ მანამდე 130 წლის განმავლობაში ეს ცნობილი ფაქტია, ქართლში ქრისტიანი მეფე არ მждარა და თეიმურაზ მეორე ამ ხნის შემდეგ იყო პირველი ქრისტიანი მეფე, რომელიც ქრისტიანულად ეკუთხა და ეს უნდა აღნიშნოთ, რომ იყო ნადირ-შაჰის დამსახურება. მან დანიშნა ეს ორი ქრისტიანი მეფე საქართველოში, თუმცა ბევრი ცუდიცაა გაკეთებული ნადირ-შაჰს, მაგრამ არის ესეთი მომენტები, რომ კარგიც გამოსდიოდა თავისთავად, აი თუნდაც ლეკები შეავიწროვა, თურქმენული ელები გაასახლა საქართველოსთან ძალიან დიდი რაოდენობით. და აი, სწორედ მან დანიშნა ეს ორი პიროვნება მეფედ. აბდულაბეგმა ერეკლესთან ბრძოლა დაიწყო. თუმცა კახთბატონმა შეძლო მოწინააღმდეგის დამარცხება. 1748 წელს ერეკლემ თბილისი გაათავისუფლა ირანელებისაგან და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. 1759 წელს თეიმურაზი ქართლში დაბრუნდა. მართალია ქართლი და კახეთი დამოუკიდებელი სამეფოები იყო, მაგრამ მამაშვილი შეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ და ფაქტიურად აღმოსავლეთის საქართველო ერთიანი იყო. იმავე წლის შემოდგომაზე თეიმურაზსა და ერეკლეს ერევნის ხანმა თარაქამების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა. ქართველებმა გაიმარჯვეს და ერევნის სახანო ქართლ-კახეთის მფარველობაში შევიდა. მალე ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ნახიჩევანის სახანომაც. 1750 წელს თეიმურაზმა და ერეკლემ დაამარცხეს ყარაბაღის მმართველი ფანახანი. იმავე წელს გაიმართა ბრძოლა ქართლ-კახეთის სამეფოსა და დაღესტნელ ფეოდალთა ლაშქარს შორის. ქართლ-კახეთის ჯარი რომ შევაფასოთ, უნდა შევაფასოთ ის შემდეგი კრიტერიუმები. პირველი, როგორი იყო გაწმევის წესი, ანუ ჯარის დაკომპლექტების პრინციპი. მეორეა, როგორი იყო ჯარის მატერიალური უზრუნველყოფის წესი. მესამე, როგორი იყო შეიარაღება და მეოთხე, როგორი იყო წვრთნის წესი რა პირობებში ხდებოდა არმიის გაწვრთნა. აი ამ 4 კრიტერიუმებით თუ შევაფასებთ ერეკლეს დროინდელ ლაშქარს, ქართლ-კახეთის ლაშქარს და ეს საქართველოზე ვრცელდებოდა, შემდეგ სურათს მივიღებთ. გაწვევის წესი იყო ლაშქრული, ანუ იწვევდნენ ომის შემთხვევაში. იწვევდნენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, დადგენილი ასაკის ფარგლებში, თქვა, ბავშვ და მოხუც არავინ არ გაიწვევდა. ეს რა სურათს იძლეოდა? სურათს იძლეოდა, რომ ლაშქრის აბსოლუტური უმრავლესობა იყო გაუწვრთნელი, ანუ არ იყო პროფესიონალი სამხედრო და მისი ვარგისიანობა ომისადმი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ თვითონ როგორი იყო პიროვნება. თქვათ, მას არავინ არ თხოვდა, მაგრამ თვითონ აინტერესებდა სამხედრო საქმე და ომისათვის მზად იყო. ძირითადად გაწვრთნილი და ომისათვის მზად იყო ლაშქარი, რომელიც თავადებისაგან და აზნაურებისაგან შედგებოდა. მათ შეიარაღებაც კარგი ჰქონდათ და პრაქტიკულად ისინი სამხედროები ან ნახევარად სამხედროები იყვნენ. გლეხობა ამას მოკლებული იყო. დაღესტნელთა ცხენოსანი ჯარი თავს დაესხა ყაზახს და შემდეგ მდინარე იორზე ჩამოდგა. ქართლ-კახეთის გაერთიანებულმა ლაშქარმა თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის წინამძღოლობით ტერს გამოსასვლელი გზები შეუკრა. მოწინააღმდეგე მდინარე იორს დაყვა და დაღესტანში იორ-ალაზნის შესაყართან დადგა. ქართველები მტერს წამოეწინენ და სასტიკი ბრძოლის შემდეგ გამარჯვება მოიპოვეს. თვით ერეკლე მოწინავე ჯარში იბრძოდა. ყოველთვის თავისთან ერეკლეს ყავდა მუდმივად ძირითადად ეს იყო არაგველების ჯარი თბილისში და მათი წვრთნა მიმდინარეობდა. ომი იყო თუ არ იყო, ისინი თბილისში იდგნენ მეფის კარზე. ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ იყო 1000, 2000 და 5000 კაცი, ეს იყო სულ რამდენიმე ასეული კაცი. მაგრამ ესენი იყვნენ დღევანდელი ტერმინოლოგიით რო ვიხმაროთ, ნამდვილი ბაევიკები. მათ შეეძლოთ ბრძოლის ველზე იმდენი საქმე გაეკეთებინათ, რამდენით რიცხვით 5-ჯერ და 10-ჯერ უფრო მეტ მოლაშქრეს შეეძლო. მაგრამ
მეფის ხაზინა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და მუდმივად თბილისში თუნდაც რამდენიმე ასეული კაცის შენახვა ერეკლეს ძალიან უჭირს და მისი შეიარაღება რა თქმა უნდა. იმდანად უჭირს ერეკლეს, რომ ცნობილია ერეკლემ როდესაც საკმაოდ ძლიერი артиლერია შექმნა, მეზარბაზნეები გაწვრთნა, შემდეგ ვეღარ შეინახა თბილისში ისინი და თბილისში არსებულ ეკლესიებს თხოვდა მეზარბაზნეების შენახვას. რომ გამოეკვებათ და საცხოვრებელი მიეცათ ღამის გასათევი მათთვის. მაგალითად ცნობილია, რომ ქაშვეთის ეკლესიაში, ოღონდ არა ის ტაძარი, რომელიც დღეს დგას, მისი წინამორბედი ტაძარი, რომელიც მე-19 საუკუნის დამდეგს დაინგრა და ეს ტაძარი აშენდა დღევანდელი, იქ რუსთაველის პროსპექტის მხრიდან რამდენიმე შენობა იყო. ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლები მას ამილახრების სახლებს უწოდებდნენ მე-20 საუკუნეშიაც კი. ეს ეკლესიას ეკუთვნოდა და მეზარბაზნეები და რამდენიმე მეთოფე ერეკლეს იქ ყავდა შესახლებული და ეკლესია ინახავდა, ასმევდა, აჭმევდა ამ ხალხს და ღამის გასათევს აძლევდა, მაგრამ ახლა ეკლესიის შესაძლებლობებიც უკვე რაღაც ზღვარც იქით აღარ იყო, რა დიდი შემოსავალი ეკლესიასაც არ ქონდა, მაგრამ ერეკლე ამას მაინც ახერხებდა. 1751 წლის იანვარში ქართლისა და კახეთის გაერთიანებული ჯარი ჭარბელაქნის უბატონო თემების დასამორჩილებლად დაიძრა. ქართველთა ლაშქარს ახლდა განჯელთა და საქართველოში მცხოვრებ მაჰმადიანთა რაზმები. ქართველთა მოკავშირე იყო შაქის ხანი აჯი ჩალაბიც, რომელიც შემდეგ ჭარელ ლეკებს მიემხრო. ლაშქრის ბედი მდინარე აგრიჩაის ნაპირზე 15 თებერვლის ბრძოლამ გადაწყვიტა. ქართველთა მეწინავე ლაშქარმა, ქიზიყისა და სომხით საბარათიანოს რაზმებმა მტრის ცენტრი გაარღვია, მაგრამ დიდძალი ქვეითი ლაშქრით ჩასაფრებული ჰაჯი ჩალაბი მოულოდნელად დაესხა თავს ქართველთა მარცხენა ფრთას, რომელშიც ქსნისა და არაგვის საერისთავოების რაზმები შედიოდა. ქართველთა ლაშქრის მაჰმადიანური ნაწილი უბრძოლველად უკუიქცა. ქართველები დამარცხდნენ. გამარჯვება შაქის ხანს, ჰაჯი ჩალაბს დარჩა. ერეკლე მეორე თავადმა პაპა ბებურიშვილმა და გლეხმა დავით ბოსტაშვილმა გადაარჩინეს განსაცდელს. მატერიალურად როგორ უზრუნველყოფდა მეფე უკვე შეკრებილ ლაშქარს, ომის დროს შეკრებილ ლაშქარს. პრაქტიკულად სახელმწიფო ხაზინას მისი არც შეიარაღება შეეძლო იშვიათი გამონაკლისის გარდა და საკვების მიცემაც კი. სალაშქროდ წასული ჯარი ალავს თვითონ იღებდა. მტრის ტერიტორიაზე რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიაზე ხომ ვერ აიღებდა. თუ ვერ აიღებდა ალავს, შეეძლო უბრალოდ ჯარს ეშიმშილა მაშინ. აგრის ბრძოლაში დამარცხებამ შეარყია თეიმურაზისა და ერეკლეს გავლენა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. აზად ხანმა გადაწყვიტა ესარგებლა ამით და იქ თავისი ძალაუფლება გაევრცელებინა. თავდაპირველად მან ერევნის სახანოზე მიიტანა იერიში. ერევნის ხანმა ქართველ მეფეებს თხოვა დახმარება. ქართველთა ჯარი ბამბაქში მივიდა, მაგრამ სიმცირის გამო ერევნის სახანოში გადასვლა და მტერთან შებრძოლება ვერ შეძლო. მალე ერევნისკენ გაემართა ერეკლე მეორე, რომელსაც შეუერთდა წინათ გაგზავნილი ჯარი. ქართველთა ლაშქარში 3000 მეომარი იყო. აზად ხანს 18000 კაცი ჰყავდა. გადამწყვეტი ბრძოლა სოფელ ყირბულახთან მოხდა. როდესაც უკვე ბრძოლა დაიწყო, აზად ხანმა შეუტია ქართველების ფლანგებს, მარჯვენა და მარცხენა ფლანგს და შემდგომ დაიწყო უკვე შეტევა ცენტრზე. აი ცენტრში იმყოფებოდა ერეკლე და ბრძოლის წინ დროს ის ჩამოვიდა ცხენიდან, ჩამოქვეითდა. მასთან ერთად ჩამოქვეითდა 1500 კაცი. ამან გამოიწვია აროდარება აზად ხანის ჯარში, იმიტომ რომ ვერ მიხვდნენ ისინი რა ხდება. ბრძოლის ნაცვლად ეს ხალხი ჩერდება ცხენიდან ჩამოდის. გადაწყდა აზად ხანთან ჩათვალა რომ ერეკლე ნებდება. ამიტომ დაიწყო მისმა ჯარმა მოახლოება ერეკლესთან. მოახლოვდებოდნენ ძალიან ნელა, ძალიან მშვიდად, იმიტომ რომ ქართველებსაგან არაფერს არ ელოდნენ. ძალიან დაუახლოვდა ეს ჯარი უკვე ერთმანეთს. სულ რამოდენიმე 10 მეტრი აშორებდა ერთმანეთისაგან. აზად ხანის ჯარს გამოიყო ერთ-ერთი ხანი, ავღანელი ხანი, რომელიც დაიძრა ქართველებისაგან და თან დაიძრახა ვინ არის ერეკლე. მოეთყობა სურვილი ჰქონდა რომ ვინც იტყოდა რომ მე ვარ ერეკლე, მოეკიდა ხელი და მიეგვარა აზად ხანისთვის. ერეკლემ დაუძახა რომ მე ვარო და სიტყვა არ ქონდა დამთავრებული რომ მოწინააღმდეგეს ესროლა.
ეს იყო ნიშანი, ერეკლეს ნათქვამი ჰქონდა, რომ სანამ მე არ ვისვრი, არც ერთმა თქვენმა არ გაისრულს, მაგრამ სანამ მე ვისვრი, 1500 კაცი ყველანი ერთად ისვრით, ამის შემდეგ შევძებით ცხენებზე და მტერ შევდეთ. ეხლა წარმოვიდგინოთ მოწინააღმდეგის მდგომარეობა, რა, რამოდენიმე ათეული მეტრი არის, 1500 კაცი ერთდროულად ესვრის, შემდგომ ისინი სწრაფად ცხენებს მოახდენ და შეუტიეს. მოწინააღმდეგის ჯარი დაიბნა, წინააღმდეგობა ვერ გაუწია ვერანაირი ერეკლეს და ამან პრინციპში გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. აზად ხანმა უკან დაეხია და გაიქცა. აი ერეკლეს ბევრი ბრძოლა მოუგია, მაგრამ ეს არის ალბათ ერთ-ერთი მის საუკეთესო ბრძოლა. 6-ჯერ მეტი მტერი დაამარცხა ერეკლემ. ჰაჯი ჩალაბის დამპრობლური პოლიტიკით შევიწროვებულმა განჯის, ყარაბაღისა და ყარადალის ხანებმა დახმარებისთვის მიმართეს თეიმურაზ მეორესა და ერეკლე მეორეს. რა შეიარაღება ჰქონდა ერეკლეს ლაშქარს. კარგად ვიცით, რომ ერეკლემ მოახერხა დიდი გაჭირვების მატერიალური სირთულეების მიუხედავად საკმაოდ ძლიერი артиლერიის შექმნა. და ის მუდმივი ჯარი, რომლებიც ერეკლესთან თბილისში ამდენიმე ასეული კაცი ყოველთვის იყო, ასე თუ ისე კარგად იყო შეიარაღებული, მაგრამ თვითონ ლაშქრის შეიარაღება გაძვეული ხალხისა რთულდებოდა. რთულდებოდა იმიტომ, რომ საქართველოში მაგალითად ფოლადის წარმოება იმ დროს არ იყო. ანუ ბრძმეტი ღუმელი არ მუშაობდა. ფოლადი აქ არ მზადდებოდა. ესე იგი უნდა შემოეტანონ სხვა ქვეყნებიდან, ძირითადად მახლობელი აღმოსავლეთიდან. ფოლადი კი ძალიან ძვირი ღირდა. ფოლადის გარეშე ვერ დაამზადებდი ვთქვათ ხმალს, რომელიც ბრძოლაში ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი იყო. ძალიან ძვირი ღირდა, ვთქვათ გლეხი, ბერას გზით, თუ მას მამაპაპიდან შემორჩენილი ხმალი არ ქონდა სახში, ხმლის დასამზადებელ ფულს ვერ იშოვიდა. და მოგეხსენებათ ხმლის პირი, ფოლადის ნაწილი ყოველი ბრძოლის შემდეგ ხშირად შეცვლას საჭიროებდა ხოლმე განახლებას. ასევე იყო მეთოფეთა ჯარიც, რაც ერეკლეს თვითონ სახელმწიფო თავისი ხარჯებით არ უნდაყოფდა თქვათ თოფების შეძენად, გაწვეულ ლაშქარს ეს ნაკლებად ექნებოდა. ნუ აზნაურების ჯარს ჰქონდა როგორც წესი. გარდა ამისა, მაგალითად დავით აღმაშენებლის დროს სახელმწიფო ყიდულობდა, ამრავლებდა და ინახავდა საკავალერიო ცხენებს ძალიან დიდი რაოდენობით, რომელსაც შემდეგ ბრძოლაში იყენებდა. ერეკლეს კი საკავალერიო ნაწილები ლაშქრის არ ყავდა. კავალერიას წარმოადგენდა თავადებისა და აზნაურების ჯარი. გაწვეული მოლაშქრეები, ძირითადად ეს იყო ქვეითი ჯარი. იმიტომ რომ საბრძოლო ცხენის შენახვა, კავალერისტის ცხენის შენახვა გლეხის ოჯახს არ შეეძლო. 1752 წლის 28 მარტს განჯის ახლოს გამართულ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. ამიერკავკასიაში მათი პირველობა საეჭო გახდა. საჭირო იყო სწრაფი გადამწყვეტი ღონისძიების გატარება. სამთვიანი მზადების შემდეგ 1752 წლის 1 სექტემბერს თულქი თაფასთან ბრძოლაში ერეკლემ სასტიკი მარცხი აგემა ჰაჯი ჩალაბს და მისი ლაშქარი მთლიანად გაანადგურა. ქართველთა ჯარმა დიდად დააზარალა და ქვეყნიდან განდევნა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მაჰმადიანურ სახანოთა კავშირი და ამით საქართველოს უპირატესობა მთელ ამიერკავკასიაში განამტკიცა. ერეკლეს ყავდა ძალიან თავდადებული სარდლები, ბევრი ერთგული თავადი, ძლიერი აზნაურთა ძლიერი ჯარი, მაგრამ ყველაფერს გადაწონიდა იმ ბრძოლებში, რომლებშიც ერეკლემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ერეკლეს ხედართავრული ნიჭი, მისი პირადი სიმამაცე. აი ეს რომ არ ყოფილიყო, ქართული ლაშქარი შეიძლება ბევრ ბრძოლაში ძალიან დაზარალებულიყო, შეიძლება გაემარჯვა კიდეც, მაგრამ დიდი მსხვერპლის ფასად. ერეკლემ მისი ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა ძალიან მცირე მსხვერპლის ფასად. მას რომ ყველა ბრძოლაში 500 და 1000 კაცი დაეკარგა, 10-15 წლის შემდეგ საქართველოში მოლაშქრე აღარ იქნებოდა უკვე. ერეკლეს სტრატეგიული ნიჭი აი ამაში მჟღავნდება განსაკუთრებით. 1754 წელს ხუნძახის ბატონმა ნურსალბეგმა გააერთიანა ავარიელთა დიდი ნაწილი და მრავალრიცხოვანი ლაშქრით კახეთს მიადგა. გაიარა იგი ძარცვარბევით, აოხრა არაგვის საერისთავო. დაწვა ერისთავის სასახლე და მონასტერი დუშეთში
და მჭადიჯვრის ციხე გალავანს შემოერტყა. 1754 წელს ავარიის ხანი ნურსალბეგი დიდი ჯარით შემოიჭრა საქართველოში. არაგვის მთელი ხეობა გაიარა, გადავიდა სამუხრან ბატონოში და აი ხალხა შემოარტყა მჭადიჯვრის ციხეს. ეს არის 1754 წელი. მუხრან ბატონმა ერეკლეს წერილი მოწერა, რომ სანამ ვახერხებთ ამ ციხეს ვიცავთო, მაგრამ შეიძლება მალე ციხე დაეცესო. ამ ციხის დაცემის შემდგომ უკვე გზა გაეხსნებოდათ მთლიანად შიდა ქართლისაკენ ლეკებს. ერეკლემ შეკრიბა ჯარი, ამჯერადაც მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ მოახერხა ნურსალიბეგის დამარცხება, მჭადიჯვართან მოხდა ეს ცნობილი ბრძოლა. ციხის გარემოცვა და ბრძოლა 6 დღეს გაგრძელდა. თეიმურაზ მეორე და ერეკლე მეორე თავიანთი ჯარებით დუშეთში შეერთდნენ. 16 აგვისტოს ქართველთა ლაშქარმა ერეკლე მეორის ხელმძღვანელობით მიუხედავად რიცხობრივი სიჭარბისა დაამარცხა ლეკთა ლაშქარი. თუმცა ლეკების თარეში შემდეგაც არ შეწყვეტილა.